რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მისალმე ჩვენს ტელემაყურებელს ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერი შეგახსენებთ რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც ვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზეც პალიტრა ნიუსის არხზე ასევე შეგახსენებთ რომ დღეს პარასკევია და ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი რომელსაც მივესალმები გამარჯობა და მოგესალმები მე რა მოგესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს ესე იგი რითი დავიწყოთ დღეს ჩვენი კვირის შეჯამება ასე ვთქვათ სოციალიზმის ამაზე ის მაგონდება ასეთი ჩემს ახალგაზრდობაში კომუნისტები გვასწავლიდნენ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის ისტორიაში და ლენინის ერთ-ერთი პირველი ნაშრომი იყო რით დავიწყოთ ანუ ისეთი რომელიც აი როგორ შევცვალოთ ხელისუფლება და პირველ ნაშრომს ასე ერქვა რით დავიწყოთ ხო და ნუ ეს ნაშრომი ალბათ ფასებით თუმცა ფასების კომისია კი სტუმარიც გვეყოლება ამ თემაზე. ხო, ანუ ამ თემაზე გადაცემის მეორე ნაწილში უფრო ცლად ვისაუბრებთ. და როცა ეკონომისტი ნიკოლო ზალავიძე შემოგვიერთება ეკონომიკის ministris ყოფილი მოადგილე, თუ მოაღწია საცობების გამო, თუ ვერ მოაღწია ჩართვას მაინც შემოგთავაზებ, მაგრამ მან ვთქვათ, რომ დაასრულა კომისიამ სამთვიანი მუშაობა. კი, სერიოზულად ფასებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია ერქვა, მოდი ამას დავიტოვოთ. კომისიამ დაასრულა მუშაობა და სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ დასკვნა დაწერა დინდან რამდენი ამონარედი საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციის დონით. საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებს. ყველაფერი კარგად არის, ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი დაბალი ფასების მოდელი და ნუ ასე შემდეგ. და ნუ რაღაცა რეკომენდაციები ხარ ყველას ვერ დავიკითხავ, მაგრამ თავი კომისიის დასკვნის ძირითადი მიგნებებია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სექტორში ფასის ფორმირება წარმოადგენს კომპლექსურ მრავალ ფაქტორულ პროცესს, რომელიც განისაზღვრება ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის წარმოებლის, იმპორტერების, დისტრიბუტორების და საცალო ქსელების ერთობლივი გავლენით. ეხლა ამის დასკვნას კომისია რა შეიძლება იმაში რა ქვია, ყველა ეკონომიკის სახელმძღვანელოში წერია, რომ ფასი კომპლექსურად გამომდინარეობს, ხო? ხა წარმოებლის ფასი ცალკეა, შეგნით დისტრიბუტორის და ყველაფერი და ამის გამოსარკვევად მაგაზე იფიქრეს. ამის ესე იგი სამი თვე კომისია. აი ეს არ დაგვაუწყეს, რომ მარტო საპარლამენტო კომისია არ იყო, მანამდე სამთავრობო კომისია იყო. მერე სუსმა საერთოდ გამოძიება დაიწყო. ხო და ვინ არის დამნაშავე ეს ვერ გამოკვეთეს. დამნაშავე არ არის. დამნაშავე ბოლოს აღმოჩნდებით, მაგრამ ბოლოს ჩვენ მაინც. არა, ეგ ვერ გამოახერხა ისტორიას, თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით. ანუ რაღაცნაირად ეხა მემორი ხელისუფლება, რასაც კი პროპაგანდის მიზნით იწყებს, ყველაფერში ან უნდა იყოს დამნაშავე deep state-ი და ევროკავშირი კონკრეტულად, და მათი, ასე ვთქვათ, მონა უსამშობლო აკაცუკები, ანუ ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება. უბრალოდ ეხა ფასების და ფასწარმოქმნის თემა აღმოჩნდა ისეთი, სადაც აი ამის მიბმა სახელმწიფო პროპაგანდასთან აღმოჩნდა შეუძლებელი, რა ვერანაირად ვერიტურო ნაცემის ბრალია რომ რაღაცა თავიდან ხო ვიღაცებმა რო თქოს რომ ნაცემის უცებად თქვა თელი სუპერმარკეტები ნაცემის ხელშია და ამიტომ არის ეს ფასები მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ ბექაურის ხელშია და ვიღაც კონცერნის პირიქით ნაცემის და კონცერნის ხელში ყოფილა აღმოჩნდა რომ როგორც ყოველთვის ხდება ხელისუფლებასთან ვინც ახლოსა ის არის ბიზნესში ძირითადად წარმატებული ხო და ეს ვერ ვექნეს თან აქ ცოტა სერიოზული პრობლემა გაუჩნდა ხელისუფლებას ის რომ ეს ძალიან კონკრეტული თემა არის. რა როცა კომახინძე გამოდის და იძახის წამოვიდ კაცო მე გაღიდინებთ ხორცს რაღაცა ნახევარკილო სათლარა და ეს მისივე მომხრე რო უყურებს უცრების მომხრეს რო უყურებს ეხლა ის უცრების მომხრე ხო დადის ამ მაღაზიაშიც დადის ბაზარშიც დადის და ყიდულობს და იცის რა ფასებია და ეხლა ეს ასე თავხედრ ტყუილზე უბრებას მაგას არ მოწონს ხადი, ანუ წმინდა პიარის თვალსაზრისით ეს მაგარი ჩავარდნა აქვს ჩემი აზრით და ეხლა უბრალოდ ჩემი აზრით უბრალოდ მოამთავრეს ეს კომისია რომ რაღაცნაირად დაივიწყონ, ცოტა ხანში მიაფუჩა ჩვენ. არ მგონია ამ თემაზე ბევრი ლაპარაკობ. აქ ყველაზე საინტერესო ის არის რომ თვითონვე წამოწიეს ეს თემა, ხო? ნუ წამოწიეს იმიტომ რომ თვითონვე გრძნობდა რომ ფასებში დიდი განსხვავება და ბოლოს საკუთარ ასე ვთქვათ წამოწყებულ თამაში თვითონვე საკუთარი თავი დაამარცხა. კი, საკუთარი თავი დააზარა ის აშკარად. იმიტომ რომ ვინე კაჩებოდა, ხო, ირაკლი ყობახიძეს ენაზე ახალ წელს რო გამოვარდა, ჩავწერა ვიდეო
ჩამოთვლილი ქონდა კონკრეტული არა, პროდუქტები. თან იზარდა რომ ევროპაში უფრო იაფია კონკრეტული პროდუქტები ქონდა ჩამოთვლილი, რომ აი ესო ბრინჯიო ევროპაში ამდენად იაფიაო, კარაქიო თუ რაღაცები ყავა და შოკოლადი და ასე შემდეგ. ანუ რაღაც პროდუქტები პირველადი მოხმარების მათ შორის, რომ ევროპაში უფრო იაფიაო და გავიდა ახლა ამდენი ხანი და მაისში მოგვახსენეს გუშინ ტელეკომპანია იმედზე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს თუ გუშინ წინ რომ თურმე ეს სტარი ნარატივია რომ ევროპაში რამე იაფიაო და ყველაფერი ძვირიაო და ეს სათითაოდ ქონდათ პროდუქტები ჩომლი იგი ღირს ამდენი ევრო იმის ლარში რო გადაიყვან ამდენი ლარი გამოდის აქ ამდენი ის არ გახსენებიათ იქაურ პენსიას ლარში რო გადაიყვან რამდენი იქნება ხო იქაურ შემოსავალი რამდენია ლარში გადაყვანილი მაგრამ და ან მაგრამ მე მარტივი კითხვა გამიჩნდა ხო Facebook-ზე დავწერე რომ კი მაგრამ თუ ევროპაში ყველაფერი ძვირი ღირს პრემიერ-მინისტრი გვატყუებდა საახალწლო ან აქ ორი ვარიანტია ან იმედი გვატყუებს ან ირაკლი კობახიძე გვატყუებდა იმიტომ ირაკლი კობახიძე მითხარ რომ ევროპაში უფრო იაფიაო ხო და ამას მოყვა მთელი ეს PR კამპანია ხო? სხვადასხვა ზეგი როგორ რაღაცა დაბარებები მეწარმეების კანცელარიაში ქეშბეკებზე საუბარი გაუთებელი და ბოლოს ამ კომისიამ აღმოაჩინა რომ ეს ქეშბეკებიც არაფერი პრობლემა არ არის. ეს დისტრიბუტორები აბრალებდნენ იმას საცალო ვაჭრობას, მარკეტები აბრალებდნენ დისტრიბუტორებს. ჩემი აზრით ბოლოს ხრევა დარჩა მხიარული როგორც იცი. ჩემი აზრით მათ ჰქონდათ რაღაც აი როგორც საერთოდ უცნობი რაღაცებს რო იძახის ხოლმე თავის გადაცემაში. ეს საინტერესოა მაგალითად უცნობმა რომ დაიწყო რომ ილიას უნივერსიტეტი არის ბუდეების ნაცების იმის მერე დაიწყო კობახიძემ ეს ილიას უნივერსიტეტის დახურვას გამო მოიფიქრა რეფორმა ვითომ რეფორმა რეალურად რომ ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება ანუ ის ხშირად განასახიერებს ეგრეთ წოდებულ აი ხელისუფლების მომხრეთა წრეში და მეტნაკლებად ასე თუ ისე საზოგადოებრივ აზრს რასაც ეძახის ეს ხელისუფლება იმად მოსაზრებებს ეს კაცი იმას ამბობს ხოლმე რომ ძალიან თქვა რომ აი ილიას უნივერსიტეტში ხალხს ყვნიან და აფუჭებენ ესე იგი ეს ხელისუფლებაში ეს მიღებულია როგორც აი როგორ გითხრათ ნუ ჩვეულები ათვლიან რომ ეს მართლა ასეა აღლაც რო ითქვა რომ ნაცების არის სუპერმარკეტები და ფასებს ეგენი აზვირებენ მე მაქვს ეჭვი რომ ესენი სერიოზულად ფიქრობდნენ რომ რაღაცა კვალის მაგვარს აღმოაჩენდნენ თუნდაც პატარას რომელსაც მე მოაბამდნენ კუძ და აი არ ვიცი მე ბარო იმიტომ რომ ხარ ეს ზემიადიცია ყველა ხო ვისი რა არის არ ვარ დარწმუნებული რომ კობახიძე მიცის ეს ამბავი ნუ ფაქტია რომ კობახიძე ბოლოს ჯერ ერთი რომ გამოვიდა რომ ტყუილი თქვა ან პირიქით იმედი გვატყუებს, თუმცა მე მგონია ამ შემთხვევაში იმედი უფრო გვატყუებს, იმიტომ დახელოვნებულია. იმედის და ერთ-ერთმა ემიგრანტმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, გამოიჭირა იმედის ამ სიუჟეტში ტყუილში. მე ხო გითხარით რომ იმედმა გააკეთა სიუჟეტი, ქონდა ფასები შედარებული, აი რაღაცა ბრინჯი ამდენი ღირს ამდენი ამ ბრინჯს ხო განსხვავება ხა რომელი კომპანიის არის სხვადასხვა ფასია, მაგრამ ეს არაფერი არ გვითხრეს, ბრინჯი რაღაცა ხო ასე შემდეგ და იქ ამდენი ძვირი ღირს მე ის ევრო გადაიყვანეს ლარში და რაღაცა გამოვიდა და მაგრამ ამ ადამიანმა მიაქცია ყურადღება ნუტელას და ხა ნუტელა ხო ერთი კომპანიაა ხო ნუტელა იქაც ნუტელა ეს რაღაცა შოკოლადის კარაქი და აქაც და შესაბამისად მიარჩია რომ იქ გვითხრეს რომ აი 7 და რაღაც 50 ევრო ღირს და ეს გაამრავლეს 3-ზე და გამოვიდა 21 რაღაცა ნუ სადღაც $22-მდე ავიდა და საქართველოშიო ღირსო ისო რა ქვია 6 თუ რაღაცა ლარი თუ 7 ლარი აღარ მახსოვს ეს ნუტელა ზუსტად 11 ლარი უკაცრავ ანუ იქ 22 ლარი გამოდისო და აქ 11 ლარი გამოდის ნუტელაო და ამ კაცმა მიაქცია ყურადღება და როაჩვა ფასებს ხო აჩვენებდნენ ეხა იქ დახელზე რა ღირს და დახელზე რა ღირს და საქართველოში გადაუღიათ 350 გრამიანი ნუტელა და იქ კილოგრამიანი ხო და ანუ 1 კილოგრამიანი ბანკა ღირს იქ 7 ევრო თურმე და საქართველოში 350 გრამი ნუტელა ღირს 11 ლარი. ანუ ამაშიც კი მოიტყუეს. ეხლა მოდი და შენ და ეხლა მოხთარობას რამე შეენდია ამას პროპაგანდას წერდა. დიდი პიარული ჩავარდნა ქონდა, თუმცა ეხლა თავიდანვე წამოიწყეს, მე მგონია მართლა უფრო პროპაგანდისტული მიზნით ერთი სხვი რომ დაენახებინათ რომ ხალხს ეზრუნავენ თითქოს და მეორე სულს გადაებრალებინათ ამ ოპოზიციისთვის ოპოზიციურად განწყობილ არა, ჩემს აზრით გადაბრალებაზე მეტად მათ უნდათ რომ მოდი ოპოზიციას თემა წავართვათ. რომ სანამ ოპოზიცია აყვირდება ფასი ხო, მაგრამ ნუ ამათ ხო ასე იფიქრეს, რომ სანამ ოპოზიცია აყვირდება, მოდი ჩვენმა დავიწყოთ ლაპარაკი, რომ რა ხდება ეს რაუბედურება, რატოა ფასები და მოვძებნოთ დამნაშავე ბიზნესის სახით.
და მიადგენ ბიზნესს და მოდი აი ხალხს გულება უფხანოთ რომ აი ისინი აძვირებენ, ესენი აძვირებენ. მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა არაფერი. ხო საბოლოოდ შედეგი რა გამოვიდა, იცი? ირაკლი ყობახიძე დღეს ირაკლი ყობახიძის დანახვაზე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნანული შევარდნაძე ახსენდება. კი, ბატონო. აი ეგ არის შედეგი. ირაკლი ყობახიძეს რო ხედავენ, ნანული შევარდნაძე ახსენდება. ათლარიანი ხორცი ესე იგი რაც არის ასეთი რა, ნანული შევარდნაძე მე არავის არ უთქვამს. ხო, ყველას ახსოვს ის ცნობილი ფრაზა, რომელიც მართლა თქვა ქალბატონ ნანული თუ მიაწერეს არ ვიცი, მაგრამ правда 8 ლარი რო იყო პენსია, ჯერ კიდევ იმ პერიოდში რომ 8 ლარსო წესიერი დიასახლისიო იმყოფინებსო ერთი თვის განმავლობაში. ანუ ახლა გასაგებია რომ იმას ახლა ბაზართან შეხება არ ქონდა და ამაზე იყო ეს იმდენად სიგიჟე იყო და კიდევ ერთხელ მეორე მე მართლა არ ვიცი მართლა თქვა თუ არა, მაგრამ ეს დარჩა ასე ლეგენდად რომ მან თქვა და ეს დღემდე ახსოვს თელ საქართველოს რომ 8 ლარად წესიერი დიასახლისი ოჯახს შეინახავსა და დღეს გამოვიდა ყობახიძე უბრალოდ 2 დღის წინ და ჟურნალისტი ეუბნება რომ მე წავალ და 10 ლარიან საქონლის რბილ ხორცს გაყიდეთ. ხორცსაც და საქონლის ისიც არის ისო ხორცს და საქონლის შორის სხვადასხვა ფასია. პლუს თან 9 კილოს ფასს ამბობს და 9 კილო არაფერში არ ეყოფა ერთ ოჯახს, ეს ხორცი გასაგებია ხა 9 ხორცს და მეორეც ხა გაუყინავი ნორმალური ხორცი ბაზარშიც კი მე არ ვლაპარაკობ სუპერმარკეტში. თუ დადის ადამიანი იცის რომ მინიმუმ 30 ლარი საქონლის ხორცი, ნუ ორი ხორცი შეიძლება 1 კილო 30 ლარი ღირს. რაც უნდა გაყო 9 კილოზე 10 ლარი არ გამოდის, ხო? 30 და ჩემთან გდანში აგერ უბანში რო გავალ 36 ლარი ღირს. საბუთალზე შეიძლება 38 ლარი. ბილ ხორცს გააჩია. ეს 30 ლარი მინიმუმი თქვი თორე. არა, ყველაზე ეპიკ არის უბრალოდ აგერ ნათურში, მაგრამ ნუ გავიდი ხო, მაგრამ ახლა ხო აფთულში ხო არ ივლის ყველა რა, ანუ საშუალო ფასი არის 35 ლარი საქონლის კილოგრამი და კაცი გამოდის რომ ანუ 20 ლარად გაშოვნინებთ ხორცსა და საერთოდ ვერაფერ ხორცზე ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. მე მახსოვს ეს თენგისი გვამრო თქვა, კენიის ხორცი შემოვა, მაგრამ დღემდე ახსოვს ყველას. და მე ის კენიის ხორცია თქვა და კაცშვილს არ უნახავს რა იყო ის. აი ეს ხორცი რომელიც ირაკლი ყობახიძეს გონია სადღაც იყიდება ახლა შეიძლება კენიის იყოს დამძილად, იმიტომ რომ მე ვითომ პროპაგანდისტულმა მედიამ გამოაგდო რომ რომელიღაცა სუპერმარკეტში მე მგონი ორ ნაბიჯში რაღაცა გაყინული თუ წერტიო თუ რაღაცა კომპანია გაყინული. ის ხორციც არ იყო გაყინული ხორცი თუ რაღაცა არის იყო 10 ლარად, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წავიდნენ მაღაზიაში ჟურნალისტები და ვერ იპოვეს ეს 10 ლარად 9 კილო ხორცი. ასე რომ მაგაზე აი კონკრეტიკაზე როცა მიდგება საქმე მთელი პროპაგანდა ხო აგებულია რაღაცა აბსტრაქტულ ბრალდებებზე რომ უსამშობლო მაგალითად ეს უსამშობლო ხო ძალიან აბსტრაქტულია ახლა ხო შენ თვითონ მე მისი მომხრე თვითონ ვედებს კონკრეტულ შინაარს ამ აბსტრაქტულ ბრალდებაში და 10 ლარი ხორცი ეს არ არის აბსტრაქცია ეს არის ძალიან კონკრეტიკა რომელიც რა იგივე მისი მომხრეს თუ ჩათulis რომ შენ დებილი ხო არ გონი ვარ რას მიყვების ლაპარს ხო ანუ ეხლა შვიდობის უზრუნველყოფა თუ არავინ გემუქრება ომით მარტივია ხო ამეთამზე ხა საქართველოს არავინ არ დამუქრებია ომით, მაგრამ ესენი გამოვიდნენ და აი ომში გითხრევენ და ხო და ხალხს დააჯერეს რომ აი ჩვენ ვართ ის ძალა რომელმაც მოვახერხეთ და შვიდობა უზრუნველყავთ. ხო, სინამდვილეში არავინ გითხრევდა ჩვენ არავის არ ეცალა. რუსეთს თავისი გაჭირვებია უკრაინაში ხა დღეს ნახე იმის რა ქვია 1000 კილომეტრის სიღრმეში ბომბავს უკრაინა ნავთობ იმას ტერმინალებს რუსეთში 1000 კილომეტრის სიღრმეში უკვე. რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა ომი ფაქტობრივად. პეტერბურგის გუბერნატორი თუ რაღაც ქალაქის მერი აღარ მახსოვს გამოვიდა და ჩვენ უკვე ფრონტის ხაზი ვართო. იმიტომ პეტერბურგის მისადგომებთან ნავთობბაზა დაუბომბეს უკრაინელებმა და პერმში დაუბომბეს და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ეს ახლა ნუ დააჯერებ ადამიანს რომ რაღაცა რომ აი იმას რა ქვია ომი ახლოვდებოდა, ყველგან ომია მთელ რეგიონში, გავიგებ მთელ რეგიონში ომია, ამ რეგიონში უამრავი ქვეყანა, სადაც ომი არ არის, ხო? მაგალითად, რავი, აზერბაიჯანში არ არის, სომხეთში არ არის, მოლდოვაში არ არის, ყირგიზეთში არ არის, თურქმენეთში არ არის და ყველგან ბიძინა ხო არ არის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. აქ თემა რასში არის, რომ აი ეს რაღაცები დააჯერებ, მაგრამ კონკრეტულად ადამიანი მაცივარს რო გამოაღებს და შერეუბნებინო, იცი რა ხორცი 10 ლარი ღირს 9 კილო, აი იქ უკვე შენს მომხრესაც ვერ დააჯერებ. ეს სხვადასხვა ოპოზიციური ფლანგისტვისაც უნდა იყოს მაგალითი, კონკრეტიკა არის ხელისუფლების სისუსტე. როცა რაღაც კონკრეტულ ფაქტს უდებ, იქ ვერაფერს ვეღარ იზამს მე. ზოგადად განცხადება რაღაცის რომ ეს ასია, ის ისია, ეგ არის უკვე იმაზე, უნდა დაიჯერო, ან გიჯერა იმისი, ან არ გიჯერა. როცა ხელისუფლება გეუბნება რომ ომში გვითრევდა იქ რაღაცა კელი დეგნანი თუ ამერიკის ელჩი თუ ევროკავშირი თუ სხვა და სხვა
ეს არის იმაზე რომ ან გჯერა ან არ გჯერა ახლა ეს რა საბუთი არ არის არ არსებობს ამისი განცხადებები არ არსებობს რაღაცა განცხადებას მოიყოს აი ამან რო ეს ასე თქვა და იმან რო იქ ისე თქვა და აი აქედან ალბათ ეს იგულისხმება მაინც რწმენაზეა და როცა კონკრეტული ფაქტებით აპელირებ და კონკრეტულ ფაქტებს ვუდებ ხელისუფლებას აქ უკვე ნუ ის იჭედება უბრალოდ ვერ გიპასუხებს ახლა იმაზე რა უნდა უპასუხოს ახლა და ამიტომ კარგი იქნებოდა რომ იგი აი ეს გამოეყენებინათ ჩემის აზრით უფრო კრიტიკისთვის თუმცა აქ უკვე მეორე პრობლემას მივადგენ არა ოპოზიცია ძალიან აქტიურად გამოდის ამ თემაზე და ხა ბუნებრივია ეს ისეთი თემა არის რომ აი ოპოზიციას ფაქტურად საჩუქარი გაუკეთა ხო ირაკლი კობახიძემ იმისთვის რომ თავად წამოწია ეს თემა და თავად ვაფეთქდა მე საკუთარ ეს თვითონ აფეთქდა რაღაც ხადია გამოიყენა და ხა ეს უნდა გამოიყენო ოპოზიციამ ხო ხა ეს თემა რომ აწევა აღარ უნდა ჩამოწივა და სულ ამაზე უნდა იყოს აპელირება და აკეთებს კიდეც ამას ოპოზიცია დღეს რამდენიმე განცხადება გააკეთა ლელომ გააკეთა გახარიას პარტიამ გააკეთა სხვა პარტიებმა წინა დღეს გააკეთეს ალიანსის წარმომადგენლება და ნუ ყველა ფასებზე ლაპარაკობს უკვე ამ ხელისუფლების ეს თავისთავად ცუდი არ არის რომ გარდა რაღაც ძალიან ზოგადი რაღაცებისა რომ აი აქედან დასავლეთ რუსეთის დაპირისპირება და ომიდამშვიდობას მნიშვნელოვანი თემაა და დასავლეთ რუსეთის დაპირისპირებაც მაგრამ აი ესეთ კონკრეტულ თემებზე რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს და უშუალოდ აწუხებს აი ასეთ თემაზე ყურადღების მიქცევა მიუხედავად იმისა მე რომელ ოპოზიციურ გუნდს გულშემატკივრობ და რომელიც არის ეს ყველა ვარიანტი კარგია ეს იგივე ხელისუფლებასაც აიძულებს რაღაცებს გადახედოს მაშინ და რაღაცა ისეთი რაღაცა გააკეთოს ბოლო რომ ცოტა უკან დაიხიოს რაღაც საკითხებში იგივე ოპოზიციასთან მაგრამ ამას ჭირდება მიდევნება მუდმივი და იმედია რომ ამას გააკეთებენ არ ვიცი ნახოთ აგერ უყურებ კი ბატონო შეგვიძლია ბოლოს ჩვენი სანამ პირველი ნაწილი დასრულება ბლოკი და სტუმარი შემოგვიერთდება ვისაუბროთ ოპოზიციის გაჭირვებაზეც ხო დავარქვათ ამას ოპოზიციის გაჭირვება იმიტომ რომ ოპოზიციას არ არის მარტივ დღეში ასე არ არის მარტივ დღეში და მე თვითონ ყოფილვარ ოპოზიციაში ასე ვთქვა და ანუ ორთა აქტიურად მონაწილეობდი პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონია მომენტები როდესაც ასე თუ ისე მქონია რეიტინგიც და იმ პარტიასაც რომელშიც მე ვიყავი და მე თვითონ პერსონალურადაც და მქონია სიტუაცია როდესაც პირიქით ცუდად წაქსულია საქმე და რეიტინგი ძალიან დავარდნილა და შემიძლია გითხრათ პირადი გამოცდილებითაც იმ წოდინითაც რაც მაქვს ასე ვთქვათ აკადემიური წოდინითაც თუნდაც რომ თავარი პრობლემა ერთ-ერთი აქ არის არა ის ვინ უფრო კაი ტიპია და ვინ უფრო ცუდი ტიპია თუ მარცხი რამდენჯერმე რომ მოგდის აი ერთხელ წააგე ორჯერ წააგე სამჯერ აი მეოთხედ უკვე ძალიან რთულია ამოყვინთო რა და გახდე ისევ ფიგურა შეიძლება იყოს ფიგურა თავის დროზე კონდეს მაღალი რეიტინგი კონდეს ხარდაჭერა მაგრამ თუ ეს ხარდაჭერა ვერ გაამართლე იმ მომენტში შემდეგ გარდუვალი ხდება შენი რეიტინგის ვარდნა და მეორედ კიდე შეიძლება მოგცენ შანსი მაგრამ ეხლა 4ჯერ და 5ჯერ უკვე შანსს ვერ მიიღებ რა უკვე აღარ ჯერად შენ ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სწორედ რომ ის ჩემი აზრით ასოცირებულია მართლმდავანებო თავი ხარ ნაცების ფაქტორს და თუმცა ეს არ არის ჩემთვის ჩემი აზრით თლად უმნიშვნელო მაგრამ მეორე მხრივ მართლთან არის ასოცირებული ვერ უგებ ხელისუფლებას ეხლა გასაგებია რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს იქ იყენებს რაღაც ძალიან ისეთ სახელმწიფო რესურსებს არამართლზომიერად და ასე შემდეგ ყველა ვიცით ეს მაგრამ ამას არ აქვს ამ შემთხვევაში არსებითი ხასიათის მნიშვნელობა ჩვენ ყველა ვიცით რომ აქ რომ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარებული იყო ეს ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა ეხლა ამას ეჭვი არ მეპარება მაშინ პირადად მაგრამ საქმეც ის არის რომ ჩვენთან არის და ასე გვიხსენიებენ დღეს უკვე სოფლიოშიც ელექტორალური ავტორიტარიზმი ანუ ავტორიტარული ძალაუფლების მოდელი რომელიც ჯერ კიდევ დამოკიდებულია ელექტორალური იმდენად რომ მაინც ელექტორატის და ხალხის გარკვეულ მხარდაჭერაზე დამოკიდებულია სრული ავტორიტარიზმი უკვე აღარ აინტერესებს მას ხარს უჭერს ვინმე თუ არა ის პირდაპირ რეპრესიებით მართავს მხოლოდ აქ ჯერ კიდევ თავიანთ მომხრეებს ისინი უფრთხილდებიან და ამის ერთ-ერთი ბოლო დროს ერთ-ერთი დასტური იყო აი გპის და უნივერსიტეტის შეერთების ამბავი როდესაც პირველად მოხდა აი ბოლო აწკობახიძეა ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა რომ მათ რაღაცა წინასწარი ერთ დღეს რომ ერთს ამბობდნენ მეორე დღეს შეეცვალათ ნათქვამი მაგრამ მოუწიათ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მათ უწევდათ განაცხენება საკუთარი მომხრეების და მოერიდნენ ამას მაინც მაგრამ გაცილებით უფრო ცუდ რაღაცებს არ ერიდებიან
თუ მიაჩნიათ რომ იქ მათ მომხრეებს ეს არ ეხებათ. აი ეს მომენტი არის და ამიტომ ოპოზიციაში ოდესაც წიფდება სიტუაცია რომ ითხოვს რეალობა ახალ ლიდერს, სიახლეს ითხოვს, რაღაც ახალ ლიდერ. უკვე მრავალგზის წაგებულთან ერთიანობაც ვერ გაძლევს ისეთ ეფექტს. კი გაძლევს რაღაც ცირე ეფექტს, მაგრამ ისეთ ეფექტს ვერ გაძლევს, რომ აი ახლა ესენი მოვლენ და ახლა ესენი გაიმარჯვებენ. ამიტომ სიახლე საჭიროა, მაგრამ ეს ახალი სადგინდა იპოვო. როგორც წესი ცივილიზებულ და ქვეყნებში ეს ხდება თვითონ პარტიებში შიგნით, შიდა პარტიული დემოკრატიით, როტაციით, ერთი ლიდერი როა, მე ეს ლიდერი ჭრილში გადადის და მოდის მეორე. აგერ ახლა რომ ავიღოთ, ავიღოთ გერმანია, ავიღოთ საფრანგეთი, კი ბატონო, საწყობილი ქვეყნებია, მაგრამ იყო ხო ერთი ლიდერი, იყო მერკელი, აღარ არის მერკელი, სიტყვას მოვიდა სხვა. ამიტომ როცა დამარცხდები, მე მაშინ იცვლება, როგორც წესი გამარჯვებულზე იშვიათად იცვლება დამარცხებულზე. თუ წააგე არჩევნები, აუცილებლად სხვა ლიდერი მოდის, მე რომელიც თავიდან იწყებს. ყოველთვის ეს არ ამართლებს, შეიძლება ახალმა პირიქით უფრო ჩამოგაგდოს, მაგრამ შეიძლება გაგაჩოს კიდეც ეს ნებისმიერ ვარიანტს საჭიროა სიახლე. დღეს რაც ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე არ იგრძნობა, ჩემი აზრით ეს არის სიახლე. სიახლის დეფიციტი, მაგ ახალი გვინდა რაღაც ეხლა პერსონებს და იმაზე არ გადავალ. რაღაცა სიახლეა საჭირო და არ არის ეს სიახლე. საჭიროა, მაგრამ არ არის და ეს რატო არ არის, ეგ არის საინტერესო. ახლა მარტივია კი ბატონო, ოპოზიცია შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, თქვათ რომ იქ რაღაცა ძირითადად ნაცები არიან, ვინც არიან ისინიც რაღაც არასწორად მოქმედებენ სხვები და ასე შემდეგ და გვიდა ახალი ხალხი, მაგრამ ეს ახალი ხალხი პოლიტიკაში მოსვლა არავის არ უნდა. ხო და ანუ ძალიან საინტერესოა რომ ჩამოყალიბდა ეს ყველა ჩამოყალიბდა პროფესიონალ კრიტიკოსად, ასე ვთქვათ. და ოპოზიციის ჭკუის დამრიგებლად და ამ ოპოზიციას ნამდვილად ჭირდება ჭკუის დარიგება, კი ბატონო, ბევრ შეცდომას უშვებენ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ახლა გავიგე ეს კრიტიკოსები ბევრი მყავს. ბევრი ვართ, ასე ვთქვათ, ხო? ჩემი და შენი თამადობით. ვინც არ მყავს არის ახალი პოლიტიკოსები. და ნუ კაი, ახლა მე ჟურნალისტი ვარ და რაღაცა და ჩემ პროფესიასთან შეუთავსებელი, ახლა პოლიტიკოსიც ვერ ვიქნები პარალელურ რეჟიმში, ხო? მაგრამ ვიღაცები, ვინც არ არიან, ასე ვთქვათ, ჟურნალისტები და მათი პროფესია აძლევს საშუალებას, რომ რაღაც ეთიკური შეუთავსებლობა არ არის, ხო? პოლიტიკური საქმიანობას დაიწყონ პარალელურად და მე ხლიანად გადაერთონ, ისინიც კი ერიდებიან. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დღეს პოლიტიკოსობა მარტივი არ არის. ერთი მხრივ მარტივი არ არის, იმიტომ რომ წახვალ პოლიტიკაში და ეგრევე თავს დაგესხება მთელი პროპაგანდა და შენ გაშავებით იქნება დაკავებული და ამას უნდა გაუძლო, ყველას ეს არ შეუძლია. მეორე მხრივ შეიძლება პირდაპირ დაგიჭირო და ციხეში ჩაქსვან აგერ ხო ჩვენ ვხედავთ ხო ხა პოლიტიკოსების ნახევარი ციხეში ზის. მოკლედ მე არ ვიცი რა მიზეზია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აქტიურია, აქტიურობს პროტესტში იდგა, რავი 500 დღე ქუჩაში იდგას და ასე შემდეგ, რაღაც თვითონ პოლიტიკოსის სახელის დარქმევასერიდება. ნუ აქტივიზმი და პოლიტიკოსობა ცოტა განსხვავებული რაღაცაა. რაღაციდან ხომ უნდა მოხვიდიან პოლიტიკაში, ზოგი აქტივიზმმა მოდის, ზოგი რაღაც პროფესიიდან მოდის და მოკლედ ახალი ხალხი პოლიტიკაში წასვლასერიდება, ამის თქმა მინდა. ამის სურვილი არ აქვს, იმიტომ რომ მარტივი არ არის და საბოლოო ჯამში ვჩებით იმით და ვინც არის. ხო, ვინც არის ეს? არც 2011-ში არის. ეხლა მაგალითად 2011-ში მე კარგად მახსოვს, ეხლა კი არის დღეს ტენდენცია, რომ იგენაც მოძრაობა და თვითონ მიხეილ სააკაშვილი ხშირად უკვე რაღაცნაირად ისტორიის გადაწერასაც ცდილობს და ყველაფერს კარგად აკეთებდა. მე მახსოვს 2011-ში რა სიტუაცია მქონდა პარტიაში. 10-ეულობით ადამიანი იყო დაპატიმრებული, თან როგორც ისინი ნაცები განსხვავებით ამათგან ლიდერებს არ იჭერდნენ. იჭერდნენ აქტივისტებს. თან იჭერდნენ ყველას რაღაცა ჩაუგდებდნენ ნარკოტიკს, ან იარაღს და ფორმალურად იყო რაღაც კრიმინალური საქმიანობაზე. იმის გამო რომ Facebook-ზე რაღაც დაწერე და იმის გამო რომ ტროტუარზე იდექი, ამდენი კი იცოდე რომ ასეთ სისულელი არ უნდა ქნა და არ დაიჭირო, იმიტომ რომ ნაცები მაინც უფრთხილდებოდნენ დასავლეთთან ურთიერთობას. ამიტომ იყვნენ კრიმინალური, მაგრამ ბევრი იყო ასეთი. ბევრი ყავდა ასეთი დაპატიმრებული, ერიდებოდა ხალხი ხა აქტივის გარეშე. ამ დროს გამოჩნდა ბიძი. ანუ ეხლა როგორი სიტუაცია გვაქვს, იცი რომ ვიღაცა უნდა გამოჩნდეს, ჩემი აზრით. აი ვიღაცა ახალი ტიპი, რომელიც უცებდა ეს აუცილებლად მოხდება ჩემი აზრით არჩევნების წინ. მანამდე ნაკლებად, ეხლა 2 წელი დიდი დროა, 2 წელიწადში მოიქოქება ის მანქანა, რაც შენ თქვი რომ აი თელიეს ნიაღვარი პროპაგანდისტული და რეპრესიული ზომები, არჩევნების წინ ხელისუფლებები მაინც ამას ან მოერიდება ხელისუფლება, ან უნდა გაიფორმოს ბოლომდე დიქტატურა და გაფორმებული დიქტატურით უნდა შემოვიდეს უკვე.
ან მაინც ახლა ჩვენი სიტუაციას რო უყურებ, აშკარად ხელისუფლება კვლავ შეეცდება ელექტორალური ავტორიტარიზმის მოდელში დარჩეს. ეს ელექტორალური ავტორიტარიზმი ახლა ისე ვამბობ, თითქოს აღარ ბილი რაღაც არ არის, ბილი. ძნელია კი აქ პოლიტიკოსობა, ძნელია ლიდერობა, რისკიანი საქმეა, შეიძლება დაგიჭირო კიდეც, მაგრამ როგორმე არტო დაჭერაზე არ არის, ზოგი საერთოდ ვერ ერიდება პოლიტიკოსი, იმიტომ რომ პოლიტიკოსობა ასე ვთქვათ, პოლიტიკოსის ზოგადად ეს სიტყვა არის, ასე ვთქვათ, დისკრედიტირებული ამ ქვეყანაში და ამიტომ მე ისიც გამიდოდი რატომ უყურე ეს ამბავი, რომ გავიგე რომ ეს ოპოზიცია არ მოგწონს, პრობლემები აქვს, მაგრამ ვინც აკრიტიკებთ ამ ოპოზიციას, კაცო, ოპოზიციის კრიტიკოსები კი არ გჭირდება. ახალი პოლიტიკოსები გჭირდება და მოდით ბატონო პოლიტიკაში და თქვენ გააკეთეთ უკეთესად. რო ნაკლები გვაქვს სამწუხაროდ მაქვს მაგას ჩემი მოსაზრებები. ოდესღაც ალბათ დავწერ ამაზე არ ვიღებ. ეს ახალი ხალხი ციდან ვერ ჩავაცვლით. მარტო ახალ ხალხი არ არის, ესეა ჩემი აზრით, თავარი პრობლემა რაც არის ერთ-ერთი ოპოზიციის კიდევ გარდა იმისა რომ მარცხთან არის ასოცირებული. ეს არის თვითონ მისი სტრატეგია. ეს სტრატეგია არის ხელისუფლების ჩამონგრევაზე ორიენტირებული და არა მის ასე ვთქვათ მოგებაზე. ანუ არჩევნებში მოგება არ არის მიზანი ოპოზიციის, არის ჯერ ვანგრევთ, იმიტომ რომ ავტორიტარულ რეჟიმში ვერ იგებ. ეს არის საკამათო. არ არის ასე ელექტორალურ ავტორიტარიზმში რომ შეიძლება აიბარჯო. ოღონდ თქო უნდა ჭირდება უბრალო მხარდაჭერა არ ყოფნის. ის მხარდაჭერა რაც მაგალითად 2024-ში ქონდა ოპოზიციას, ეყოფოდა ნორმალურად ჩადარებული იყო და დემოკრატიულ გარემოში ხელისუფლების შეცვლას, მაგრამ ელექტორალურ ავტორიტარიზმში, როცა ხელისუფლება მთელ რესურსებს იყენებს, კიდე განსაკუთრებით რეგიონებში გავალბების ფორმებს მიმართავს, იქ ვერ მოიგება ასე მარტივად. იქ შეჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა, ისეთი რომ ხელისუფლებას რო აქვს გათვლა, რომ აი აქ მაგალითად ამ რაიონში ამდე ხმას ამოვიღებ მე, იმიტომ რომ იქ ამას შევაშინებ სოციალური დახმარების მოხსნით. აქ იმას აიბათ ბევრი ამბობს რომ 800.000 ხმა ცოტა არისო, ხო? კი, ჩვენთან ცოტა. ნორმალურ არჩევნებში ცოტა სულაც არ იქნებოდა. უფრო მეტი რომც არ აიღო, ცოტა კი არა, შეიძლება მოსგავებად ეყოფოდა, რატო იცი? ხელისუფლებამ რომ 1.100.000 ამორჩეული მიყვანა, იქიდან ნახევარი ერთ ძალით მიყვანილი და ნორმალურ არჩევნებში ხელისუფლებას ამდენი მომხრე არ მივიდოდა უბრალოდ არჩევნებში, ამდენი მომხრე არ აყავს. 1995 წელს მოქალაქეთა კავშირმა, რომელიც აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიღებული აქვს 500.000 ხმა. მეტი კი არა. ანუ ბევრად ნაკლები ვიდრე ოპოზიციას. ამას ვამბობ რა, ანუ ოპოზიციამ ცოტა კი არ მიიღო, ხელისუფლებამ აიღო განსი დაუჯერებლად ბევრი ხმა იმის ხარჯზე, რომ სადღაც შეიძლება რაღაცები იმაიმუდა, მაგრამ უმეტესწილად რაც შეგვიძლია ჩვენ დადასტურებულად ვთქვათ, ეს იყო ხალხი ძალით მოყვანილი, იძულებით მოყვანილი არჩევნებზე. როცა დიდი მხარდაჭერა იმ ხალხის დიდი ნაწილი უბრალოდ დარჩებოდა სახლში. კი, რა თქმა უნდა, როცა დიდი მხარდაჭერა ოპოზიციონერ ლიდერს, როგორც მადიარს ჰქონდა უნგრეთში აღარ მუშაობს ეს სქემა, ვეღარ მიყავთ იძულებით და ანუ ვინც მიდის მე იქ სხვას აძლევს ის ხმას, აღარ გაძლევს ხმას. მე გავახსენებ უნგრეთში მადიართან ქალაქის მერმა ღიად დააფიქსირა რომ ხმას აძლევდა ოპოზიციას. ორბანის პარტიის წარმომადგენელი. ანუ გადააგდეს მასობრივად. ასეთი მასობრივად გადაგდება მოხდა 2012-ში, იმიტომ რომ იქაც ჰქონდა ნაცმოძრაობას დათვლილო, აქედან ამდენს ავიღებ, აქედან იმდენს და ვერ აიღო. იმიტომ რომ აღარ ზოგი არ მივიდა, ზოგი მივიდა და იქ რო პირდებოდა რომ იმას შემოუხაზო 51 მე. აი ასე თუ მოხდება, ამ დროს ხდება ასეთი რაღაცა, ხელისუფლება ამას არ ელის, ხელისუფლების ეს ყოველთვის მოულოდნელია. მე რჩება ასეთი არჩევნის წინაშე, ან უნდა აღიაროს წაგება, ან უნდა წავიდეს სისხლის ყურაზე ელემენტარულად. არ ვიცი რა ბიზნესი რას გააკეთებს ასეთ სიტუაციაში, მემართელი კითხვა არ ვარ დარწმუნებული. ბიზნესი როდესაც წაგება აღიაროს, მე ვეჭვმება რა. არ ვიცი, ახლა მეორე სხვი ალტერნატივა რა არის, თუ წააგო რომ არ აღიაროს. რა უნდა გააკეთოს? არ ვიცი, მე მგონია რომ ყველაფერზე წამსვლელია. ყველაფერია, მაგრამ სისხლის ყურაზე წახვიდე, ეს ცოტა რთულია. იმიტომ რომ ამას ეს შეიძლება არ გეპატიოს მე. იმიტომ რომ გვინდა, არ გვინდა ერთი რაც გვაქვს ჩვენ ჯარი ყავს ასე თუ ისე ნეიტრალური, მაინც. მასობრივად, ანუ ჩვენი ჯარი სამხედრო ფაქტორი პოლიტიკაში არ არის. შენ მოქალაქეები დახოცოდა, ესე იგი სიკვდილზე წახვიდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული აფეთქება თვითონ ხელისუფლების შიგნით. ჩვენ ახლა რეკლამის დრო გვაქვს და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფასებზე საუბარს გავაგრძელებთ, რა დაემართა ხელისუფლებას. ამაზე ვილაპარაკებთ.
მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით შემოგვიერთა სტუმარი ნიკოლო ზალავიძე ეკონომიკის ministris ყოფილი მოადგილე ინიციატივა ჯერ საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობის ახლა მე და დათო კი ვილაპარაკეთ პირველ ნაწილში ამ ფასებზე და ფასების კომისიაზე მე უფრო იუმორისტულ ჟანრში ხარ ჩვენ პროფესიონალები არა ვართ ეკონომისტები მაგრამ ნუ იუმორისტულად კი არის განსახილველი ხო ისეთ რამ დაემართა ხელისუფლებას თვითონ წამოწიეს რაღაც პრობლემა და ბოლოს გაირკვა რომ პრემიერმა რო გითხრა რომ ევროპაში ძვირი ფასებია ხა დღეს იმედი გეუბნება არავი ევროპაში იაფიაო დღეს გეუბნებიან რომ ევროპაში ძვირიაო და ამით ზოგადად გამოძვრენ და ნუ კომისიამ რაღაც ისეთ რაღაცები დაწერა რაც მე მგონი რაღაცა სახელმძღვანელოში წერია ხოლმე ეკონომიკის ამისთვის კომისია რაც უნდა ფასები კომპლექსური და რაღაცა მაგრამ ნუ მთავარი ალბათ მიგნება რაც არის ეს ადგილი რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში ეს ის ნიშნავს რომ ფასწარმოქმედის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი რომელიც საბოლოო ჯამში აწვევა პროდუქციის თვითღერებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება რაც საბოლოო ჯაჭვს ერთიანობაში გახდეს უფრო ეფექტურს და საბოლოო ჯამში მომხარებელი მიიღებს მნიშვნელოვან უკეთეს ფასს თუმცა ეს სწრაფად არ უნდა მოხდეს საშიშიაო 6-დან 9 თვემდე რას გულისხმობს ზუსტად არ ვიცი თქვენ თუ შეგიძლიათ რომ გამგვიბარდა ზოგადად როგორ შეაფასებთ აი ამ კომისიის მუშაობას და ფასებზე ატეხილ ამ კამპანიას ანუ რითიც დაიწყეთ ალბათ ეს აჯობები და კარგი იუმორისტული სცენარია და შემდეგ რაღაც საუკეთესო იუმორის ტრადიციები შეიძლება კარგი სერიალი გაგზელებულიყო ნებისმიერი კარგი ესეთი ტელევიზია ამაში ფუძას გადაიხდიდა. სამწუხაროდ ნუ სასაცილო ნამდვილად არ არის, უფრო სატირალია თვითონ ეს პროცესი და დასაწყისიდან დასასრულს ჯერ ვერ ვიტყოდით, იმიტომ რომ დასასრული იქნება ალბათ მაშინ როცა რეალურად გამიჟღავდება ეს დასკვნა, გავეცნობით რეალურად, იმიტომ არ მინდა რომ სათაურით ვიხემძღვანელოთ და ისევე მოკლედ საშუალება მივცეთ რომ უფრო მეტად დავაზიანოთ ეს გარემო და ეს ქვეყანა რისთვისაც ეს პროცესი დაიწყო თავიდან ბოლომდე. კარგი შეფასება იქნებოდა ამ ყველაფერს საერთოდ არ გვესაუბრა ამაზე, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მსუყე ინსტრუმენტი პროპაგანდისტული ასე ვთქვათ იარაღის ყურადღების ძირითადი საკითხებიდან გადატანისთვის და ეს აღმოჩნდა საკმაოდ კარგი ინსტრუმენტი მართლა მომზადებული ადამიანებისთვისაც, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც, პროფესიონალებისთვისაც, საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვისაც და თქვენი კოლეგებისთვისაც. არ დაგვაუწყოთ ჩვენი ამ ქვეყნის ამომსავალი თავარი პრობლემა ეს არის გადადგმული ავტოკრატიული ნაბიჯები, გადადგმული ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები, კონსტიტუციური გადატრიალება. რითიც ეს ყველაფერი დაიწყო და რასაც წინუძღოდა ეს ნაწილი. ბოლო დროს ტრენდული გახდა საუბარო აი მოქალაქეებს ეგ საკითხები დიდად არ ადარდებს, რაც მათ ეხება ფასები ადარდებს, პროდუქცია უმუშევრობა და ამაზე უნდა ელაპარაკოს მათ ოპოზიციო და ოპოზიციის მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. ეს ერთია რა საუბრობ, მაგრამ მეორეა რაც არის შედეგი. ეს ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის შედეგი. ეს არის უკვე დამდგარი, რეალიზებული, მოსალოდნელი შედეგის პატარა ნაწილი, უკვე ეს ფასები. იმიტომ ეკონომიკა ესეთი მეცნიერება, რომელიც ძალიან რთული მეცნიერებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ რომელიც ანუ პოლაროიდის ფოტოაპარატივით გადაიღებ თუ არა ეგრევე ანუ ჟღავდება ის ეფირი. ხო, იმას დრო სჭირდება და დროთა განმავლობაში გამოდის, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც არის არასწორი, ეკონომიკის და ეკონომიკა როგორც მეცნიერება გეუბნება ზუსტად მიახლოებით იმით, რომ არის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდები. ხო, მოკლევადიანი არის 1 წლამდე, საშუალოვადიანი 1-დან 3 წლამდე და გრძელვადიანი 3-დან შემდგომ წლებებში. აი ამ სიზუსტით ეკონომიკა დაახლოებით გეუბნებოდა თქვენი დღეს ეს გადაწყვეტილება დაბრუნდება ესეთი სახიდან, ნუ შემდეგ უკვე რთული რაღაცა შესაძლებელია მათემატიკური გათხრებით გადახვიდეთ, რომ უფრო დააზუსტოთ. აქედან გამომდინარე, აი 2024 წელს გადადგმული ეს ნაბიჯი იყო აი ამ ეკონომიკურ პარადიგმაში დავაბრუნებთ დამაჩქარებელი და ამაჩქარებელი იმ პროცესებისა, რაც მანამდე უკვე ისედაც დამოუკიდებლად ვითარდებოდა. ეს იყო არასწორი მმართველობა, კორუფციული მმართველობა, ძალიან ბევრი ეს კრონიზმი, ინტერესთა კონფლიქტით შეკრული რაღაცა ოლიგოპოლიური და არასამართლიანი გადანაწილებები და გაბერილი ბიუროკრატია.
შესაბამისად ეს ყველაფერი დგება მე საერთოდ შედეგში. ახლა ამ კონკრეტულ კომისიას უნდა დაუბრუნდე და ეს ობიექტურად შევაფასოთ დასაწყისიდან შემდგომი განვითარებებით და ტექნიკური დასასრული გუშინ იყო ხო ანუ რაც ითქვა ის ვადებში ნუ რაღაც დაიძინე და რაღაცა საკურსო ნამუშევარიც დაიდო როგორც გავიგეთ და ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა რომ გავეცნოთ კარგია რომ ადამიანი იმუშავოს მაგრამ 4 თვე არ ჭირდება საკმაოდ ესეთი ცოტა საშუალო ის რაც დაიხარჯა $200 ეკვივალენტი ლარში ღირებულების ხელოვნური ინტელექტით ნებისმიერით, კარგი პრომპტის დაწერით, ანუ დავალების მიცემით, ასე დოკუმენტს ძალიან კარგად დააგენებდა. ხელოვნური ინტელექტის დაგვიწერდა ამ დასკვნას. კი და აი ამ სახით და ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც სიახლე, ეს ეფუძნება რას ბაზარზე, ანუ ამ შემთხვევაში მაგიდაზე არსებული ინფორმაციის გაანალიზებას. ეს ინფორმაცია, რომელიც მსჯელობა ერთის დაიწყო, ეს ისედაც არის აი ამ კომისიის სახელმწიფოს იმ გუნდის ხელში, ვინც ამ ქვეყანას მართავს, როგორც მართავს ეს სხვა ნაწილია. აქ არის საგადასახადო დეკლარაციები, იმპორტის, ექსპორტის ასე და ყველა ეს კომპანია, რომელიც ამ კომისიას უნდა დაერეგულირებია, ეგრეთ წოდებული FMCG, ანუ რაღაცა food and beverage და bla bla bla, ანუ აი ეს პირველადი მოხმარების ნაწილი, აი ეს კომპანიები მიუხედავად მათი ზომისა, ანუ თუ ძალიან ინდ მეწარმე ან მიკრო მეწარმე არ არის ამ დაგ ჩართული, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ათეულიდან, აუდიტორული კომპანიის ათეულიდან, რომელიც შემოსავლების სამსახურების რეიტინგში არის და გავლილი აქვთ რეგისტრაცია და აღიარება, მოამზადონ აუდიტორული დასკვნა ყოველწლიური. ეს ინფორმაცია ამ კომპანიების საქმეებიდან გამომდინარე, ერთი რომ საჯაროთაც ხელმისაწვდომია მათი აუდიტორული დასკვნების საფუძველზე, მათ მიერ იმპორტირებული მათი საქმიანობა და ასე შემდეგ ისედაც რეგისტრირებულია RSG-ს დატაბაზაში, ანუ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებში და ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია. ან რა თუნდაც ეს ყველაფერი რომ მოაწყოს. რატო აიტკივეს აუტკივარი თავი და რატო მე ამითი აუტკივარი თავი არ აიტკიეს, ეს იყო გეგმა თავიდანვე, რომ კიდევ ერთხელ ყურადღების გადატანის იმ ფუნდამენტური და მთავარი პრობლემებიდან, რომელიც რეალური პრობლემა ამ ქვეყნის. და ეს ჩვენ კარგად ვიცით. მაღალი ინფლაციაც რეალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ამ 4 თვის განმავლობაში სამწუხაროდ არც ერთი ჩართული მხრიდან, ვინც აჯანოთ ამაზე საუბრობდა, ან ვისაც მეკლაკერად უსვენენ, ობიექტური რეალობის შეფასება არ მომხდარა. ანუ ეს გასაგებია, რომ ბატონ კობახიძეს არ აქვს ეკონომიკური განათლება, არც სურვილი აქვს, რომ გაერკვეს ამაში, იმიტომ რომ ისეთი განცხადებებს აკეთებდა ეს ადამიანი, რასაც ის პირდაპირ უაპელაციოდ იღებდა იმ კონსულტანტებისგან, ან იმ მრჩეველებისგან, ვისაც ის ენდობოდა და ნუ ალბათ უნდა გადახედოს მაგ ადამიანმა, ვის ნათქვამსაც და ვის დაწერასაც კი კითხავდა, თო აბსოლუტურად ყველა იყო მისი კომპრომეტირებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ პირად ტრაგედიაზე არ გვაქვს საუბარი, ჩვენ გვაქვს ქვეყნის ტრაგედიაზე, იმიტომ ეს ადამიანი საუბრობს ამ ქვეყნის მართველის სახელით, ხო, მომწონს, არ მომწონს, ეს ჩემი გემოვნების საკითხი არ არის. ამიტომ მისი დაწყებული, მისი ხმიდან გაჟღერებული ყველა განცხადება, მათ შორის ჩაწერილი მაღალხარისხიანი რაღაც 4K გაფართოების ვიდეოები და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა იყო დასაწყისშივე მცდარი. ეს ადამიანი იქნა შეყვანილი შეცდომაში. ნუ მე ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად ვერ ვიტყვი, რომ რაც მან განაცხადა, რაც კონსტიტუციური გადატრიალება წამოიწყო, ეს მისი პროფესიაა და მან ეგ შეგნებულად გააკეთა, ხო? მაგ შეგნებული დამნაშავეა მაგ ნაწილში, მაგრამ ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ვიღაცა მოატყუეს, რომ ევროპაში უფრო იაფია პროდუქტები. კი, ყველაფერი, არა მარტო ეგ იყო. მოდი დავიწყოთ აი ამ ევროპაში პროდუქტები ჯერ იაფი იყო, ჯერ ძვირი და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ იმითი, ხო, ანუ რას ნიშნავს პროდუქტების, ანუ არის ესეთი 19 საუკუნის ძალიან ცნობილი სტატისტიკოსი იყო და ეკონომისტიც, ესეთი ფრიდრიხ ენგელსი არ იყო, ის გერმანელი იყო, ძალიან ცნობილი მეცნიერი იყო, რომელმაც შეიმუშავა და ადგინა ეგეთი ენგელის კანონი და ენგელის მრუდი, რომელიც 19 საუკუნის მეორე ნახევარში ზუსტად მუშაობდა ამ საკითხზე, რომ რატომ არის ის, რომ ადამიანების რაღაცა ფენა უფრო მეტი განახარჯი აქვს ქვეყნების დონეზე და უფრო დიდი კომპლექსური ამოცანა მოხსნა, როგორ ნაწილდება აი შემოსავლის წილში ის ნაწილი, რომელიც აუცილებელი არსებობისებს ამ შემთხვევაში თანამედროვეობაში FCMG სექტორის წილი ჩვენს შემოსავალში.
და აი საქართველოს ავიღოთ როგორც ჩვენ ნაკლებად განვითარებადი ქვეყანა და განვითარებული ქვეყნები. ჩვენ და ჩვენი მეზობლებშიც მაგალითად საქართველოს ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ლიდერი არის თუ შევადარებთ სომხეთს, მოლდოვას, აზერბაიჯანს, მათ შორის ომში მყოფ უკრაინასაც საშუალო შემოსავლის წილში საქართველოს მოქალაქისთვის ან ოჯახისთვის 48.6 ეს არის ზუსტი ციფრი, აი გადავამოწმე გეოსტატიდან ამოღებადი ციფრია, შეადგენს მისი შემოსავლის ადამიანის საშუალო შემოსავლის 48.6% არის პირველადი კვებითი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუ ჩვენ შევადარებთ სომხეთში 40%-ის ფარგლებშია, ჩვენზე ნაკლებია ოდნავ, მაგრამ არც ესე ძალიან უკრაინაშიც ჩვენზე ნაკლებია, მაგრამ 38-40%-ის ფარგლებში და ასე შემდეგ, განვითარებად ქვეყნებს რო ავიღოთ, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ეს წილი მათი შემოსავალი არის 10-დან 15%-ად. ეს რას ნიშნავს? ანუ ჩვენი შემოსავლის ნახევარს საკმაოდ და ისინი ცოტა ჭამენ, ფორმით იმედი არა. ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავალი არის არათანაბარი, დიახ და ევროპაში რო ვადარებთ, მაგალითად ან ზვირი ან იაპია, ისინი შემოსავლის წილი ნაკლებია, მაგრამ ციფრში ის რა თქმა უნდა უფრო მაღალია ის თანხა მათთვის, ანუ ევროპელის საშუალო ხელფასი ჩვენი საშუალო მედიანური ხელფასი, რომელიც არასწორი მოცემულობაა, მაგრამ საშუალოზე ცოტა უფრო უკეთესია, ან ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი და შუაში გამოღებული ამ ხელფასი არის, თუ არ ვცდები 1300 ლარის ფარგლებში. სამწუხაროდ უფრო ესეთი ხალხური გადმოცემებით, რაც ჩვენ ვიცით, არასტატისტიკური, მაგრამ სარწმუნო წყაროებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 55-60%-მდე, უნდა დავაკლოთ ის 700 ის თითქმის 19% მოსახლეობის, ვინც შემწეობას იღებს, ხო? დღეს თუ გუშინ გამოგხდა სტატისტიკა, მაგრამ როგორც 19 რაღაც პროცენტია ისო გაუმჯობესდით, მაგრამ 704,000-ია. თუ ამას ჩვენ რეალურად არა, უყურეთ, აქ არის ბატონ დავით ცოტა ესეთი მომენტი, საიდან ვიტყვით 3.700,000-დან თუ ვიტყვით 19 რაღაცა პროცენტ, უფრო მეტი გამოდის, თუ ვიტყვით 3.900,000 და უმეც უნდა აღმოჩნდა, რომ 200,000-ით მეტი ყოფილვართ, ანუ ამ დემოგრაფიაზე, ამ ნეგატიურ ზდაში და ამაში, მაგრამ არაფერი, 20%-ის მაღლა გამოდიოდა ის პროცენტი, 20%-ის ნაკლებია, ანუ 20 უფრო ის იყო. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ჩვენ ხოლმე მოვაკლოთ, გავითვალისწინოთ. ამიტომ ხალხური გადმოცემით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მედიანური საერთოდ რეალური ხელფასი, ვინც ანაზღაურებადია, მასიურად უფრო დაახლოებით 60%-მდე მოსახლეობის 800 ლარის ფარგლებშია ეს სტაბილური შემოსავალი. გარდა იმისა, ისინი თვითონ სხვა რაღაც საქმეები ხო, მე სხვა თავი გამიხარ, საშუალო ხელფასი რამდენია ჩვენთან და იქ რამდენია და რო გადაყავთ ის პროდუქტი ეს იქ რო რაღაცა 5 ევრო ღირს და ლარში 15 ლარი გამოდის, ხო, იმათი პენსია გადაიყვანო ლარში. იმათი საშუალო ხელფასი გადაიყვანო ლარში და მე ვილაპარაკო. კი და აქედან მივიდეთ ჯობია. მედიანური ავიღოთ ოფიციალური დასტურით, მოუმატოთ შეიძლება მევცდები 1500 ლარი ვთქვათ, რომ ეს არის ამაზე ნაკლებია ზუსტად ვიცი, მაგრამ ზუსტი ციფრი რომ არ მახსოვს, ობიექტურად ვთქვათ 1500 ლარი. ანუ 1500 ლარიდან საშუალოდ საქართველოს მოქალაქემ არ ჩავთვალოთ ის ელიტა და ის რაღაცა ძალიან მცირე ნაწილი, ვინც პრივილეგირებული მხარეა ამ ნაწილში, დიდი ნაწილი 80% მოდით უხეშად ვთქვათ. ამ თანხიდან თითქმის ნახევარს რაღაც სომხები როგორ ახერხებენ რომ ნაკლები მისდით? ჩვენ არის ქვეყანა ჩვენ არის ქვეყანა ცოტა უფრო მაღალ ეფექტურობით შრომის და მეტნაკლებად ჩვენ ვაკვირდებით რომ იქ რეფორმები ძალიან დაჩქარდა და რაღაცნაირად მიმდინარეობს. ჩვენ ცხოვრებს დაუბრუნდეთ. აქედან გამომდინარე, აი ამ 1500 ლარის ნახევარი თითქმის მიდის მხოლოდ კვებაზე. მაგრამ თვის განმავლობაში საშუალო ოჯახი რო ავიღოთ 3 სულისგან შედგებოდეს პირობითად, ყველაზე ცოტა, ანუ ცოტა მეტი უნდა ავიღოთ, მაგრამ ავიღოთ, ანუ ამ ადამიანებმა 30 დღე კალენდარული დღის განმავლობაში თვის, ანუ როგორ უნდა გადაანაწილოს, ხო, კვებისთვის, ანუ მაქსიმალურად ისინი არჩევენ უკვე მაქსიმალურად დაბალი ფასის ღირებულების იმას, რომ რაღაც ელემენტარული კარიერები მიიღო. ამიტომ არის დიდი წნეხი და დაწოლა პულზე, რაღაცა შედარებით იაფასიან ძის პროდუქტებზე და ამ შემთხვევაში შაქარზე და ზეთზე. ამიტომ არის ხოლმე სენსიტიური 4
თეთრი, 5 თეთრი გაზდათ პურის ღირებულების ან კომუნალური ტარიფის, რომელიც შემდეგ ინფლაციას აისახება, ასეთი მტკივნეული. მაგრამ როცა ეს მასიურად ხდება, უფრო მტკივნეული ხდება. ჩვენ ხო ახლა გარეშე ვაკეთებთ თავი დავანებოთ. დანარჩენით კიდევ რაც დარჩა, ამ ადამიანებმა უნდა გადაიხადონ коммуნალური გადასახადი, უნდა დააფინანსონ მათი გადაადგილება პუნქტიდან ბ პუნქტამდე სამსახურში. აი, მაგრამ პირველად ხარჯებში ეს კომუნალურები არ შედის, ხო? არა, რა თქმა უნდა. აი, მან რას ამბობენ, იცი, საპირწონეთ ევროპასთან როცა ადარებ, რომ კი შეიძლება იქ პროდუქტებში ნაკლები ეხარჯებათ და იაფი გამოდის ამ თვალსაზრისით. თუ შეხედავ, მაგრამ სანგროდ იქ ბინარი ძვირი, კომუნალური ძვირია, გადასახადი ძვირია და საერთო ჯამში მათი ხარჯის არანაკლები გამოდის. კი ბატონო, და ძალიან ეგ როგორ დარდება ეს მაინტერესებს. მოდით აი აქეთ მიდიოთ. უბრალოდ სულ ერთი წუთი გვაქვს. კი, აქეთ მიდიოთ. მოდით ეხლა უცბათი გილი გადავიდეთ. ჩვენი ამბავი ვიცით რა. გარეთ რა ხდება? საშუალო ხელფასი მედიანური დასავლეთ ევროპაში, საშუალო, სადაც ძალიან განვითარებული გერმანია და საფრანგეთიც არის და დაბალ განვითარებული უნგრეთი და ბულგარეთიც. მაგალითად, ხო? აი ამ შეწომილი არის 3500-დან 5000 ევრომდე. თუ მინიმალურია ალბათ 3500 евро გამოდის უხეშად ქართული ლარი. გადავედა 10000 ლარი, 10000 ლარის 15% არ 20% დაუშვათ, ანუ 2000 ლარის ადამიანები ხარჯავენ საკვებზე, იგივე რაოდენობა ოჯახით, მაგრამ ისინი იღებენ უფრო მაღალი, თუნდაც ძვირს, მაგრამ გაცილებით მეტ და განაცილებით ხარისხიან რაციონს. რაც მათ აძლევს უტოვებს იმას, რომ ის ძვირი იჯარაც გადაიხადონ, ძვირი კომუნალური ხარჯიც გადაიხადონ პირობითად, მაგრამ მაინც მეტი რჩება, რომ ამ სიძვირიდან გამომდინარე, მათ დარჩეთ თანხები, ერთი რომ გააკეთონ დანაზოგი და მეორე რომ დახარჯონ ისეთ რაღაცაზე ეს ფული, რომელიც მათი ქვეყნის ეკონომიკას დამატებით ღირებულებას ქმნის. ეს არის წავიდნენ თეატრში, კინოში, ყიდო ნაყინი, რაღაცა გართობაში, ასე შემდეგ იმოგზაურონ თუნდაც ევროკავშირის შიგნით, ასე შემდეგ რომ მეტი დოლარის შექმნაში დაეხმარონ ეკონომიკას, მეტი დასვენება მოახდინონ, ანუ ხარისხიანი ცხოვრებით იცხოვრონ, რაც არის პირდაპირ კავშირში უკვე ხარისხიანი ეკონომიკის, ხარისხიანი უკონტრიბუციის ღირებულების შესაქმნელად. აქ არის პრობლემა ზუსტად აღწარმოების ნაწილში. ჩვენ ეს მაღალი ფასები ან დაბალი შემოსავალის ნაწილი მარტო ის კი არ არის რომ ცოტას კალორიას იღებს საქართველოს მოქალაქე, არამედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი და თავარი საფუძველი ჩვენი როგორც ქვეყნის დაბალი ეკონომიკური პროდუქტიულობის, დანაზოგების არარსებობის, ამის ვერგაკეთების და ამ ყველაფრის თავი ისევ და ისევ არის სახელმწიფოებრივი მოწყობა. და აი ეს სამწუხაროდ დრო ძალიან მალე გავიდა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ასე ვთქვათ, ექსკურსისთვის ეკონომიკაში. ნიკოლოზ ზალავიძე იყო ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯერ საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მე გეშოვით კვირამდე, კვირას 8 საათზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტქალაქი.